Აშია გადაცემა ბარიერი მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ მიმართვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციებს მოწოდებები რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ და მთავარი გზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებს რა დოკუმენტის შემუშავებას აპირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულად რა ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს ის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გარდა ამისა რა სანქციების დაწესებას მოითხოვს პოლიტიკური პარტია საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთის წინააღმდეგ და რამდენად დათანხმდება დასავლეთი ამ სანქციების დაწესებას და ზოგადად ქართული პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნებს გარდა ამისა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რამდენად ეთანხმებიან ამ მიმართულებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რამდენად იზიარებენ მათ ინიციატივას და რას ელიან ამ დოკუმენტის შემუშავების შემთხვევაში ამ თემებზე ვსაუბრობ ჩვენ დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში წარმოგიდგენთ სტუმრებს რომლებიც უკვე სტუდიაში იმყოფებიან ეკა წამალაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ღლონტი რეფორმატორების ლიდერი გიორგი ახვლედიანი გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან და მემარცხენე ალიანსის ლიდერი კახა ძაგანია მოგესალმებით და მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ მოგვიანებით ჩვენ ჩართვებიც გვექნება თუმცა მანამდე მე სტუდიის სტუმრებთან ვიწყებ ამ თემაზე საუბარს და პირველი შეკითხვა ქალბატონ ეკასთან მაქვს ცხადია იმ ინიციატივასთან დაკავშირებით რომლის შესახებაც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე მე ანონსში უფრო დეტალურად რა დოკუმენტის შემუშავებას გულისხმობს და რატომ დადგა ეს საკითხი დღეს წესრიგში ანუ რაიმე კონკრეტული საფრთხე დაინახეთ მეზობელი ქვეყნისგან ამ კონკრეტულ სიტუაციაში თუ რატომ გახდა ეს საჭირო მოგესალმებით პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და მოგილოცავთ ჟურნალისტის დღეს გისურვებთ მათ საინტერესო სტუმარს და საინტერესო გადაცემას რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ეს ინიციატივა არის ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა ოპოზიციური პარტიებისთვის როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ძალებისთვის და ასევე საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის და ეს ინიციატივა არის ერთგვარი შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისთვის და სამომავლო პარტნიორებისთვის ერთობლივი დისკუსია მოხდეს აზრთა გაცვლა გამოცვლა და ასე ვთქვათ საერთო პოზიციის და ხედვის შეთანხმება ერთმანეთთან რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად ეს ასევე მოიცავს საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ერთობლივი მიმართვის შემუშავებას პროცესი არის ღია მას ჰქონდა გარკვეული გამოხმაურება იყო პოზიტიური გამოხმაურებაც იყო თავის შეკავებაც მოგეხსენებათ არსებობს საკოორდინაციო საბჭო რომელშიც 8 პოლიტიკური პარტია არის გაერთიანებული და საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხვალიდან როგორც მაქვს ინფორმაცია იწყება აქტიური მუშაობა ამ ინიციატივის გარშემო რა არის ეს შეთავაზება ეს შეთავაზება მოიცავს ასე იგი შეთავაზებას პარტნიორებისადმი რომ დავიწყოთ პოზიციების შეჯერება იდეების გაცვლა შეთანხმება საერთო მოქმედების ფორმატზე რაღაცნაირად ერთობლივი ქმედებების დაგეგმა იმისათვის რომ საზოგადოება გახდეს უფრო აქტიური ჩვენი ქვეყნის უმთავრესი და ჩვენი თვითონ ჩვენთაგანის უმთავრესი პრობლემის ოკუპაციის პრობლემასთან მიმართებით მოგეხსენებათ რომ სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა ისე რომ ამ პრობლემამ რაღაცნაირად უკანა პლანზე გადაინაცვლა და ის არ არის ისეთი აქტუალური და ისეთი მწვავე როგორიც იყო წინა ხელისუფლების აი რას გულისხმობთ დაუშვათ რა ნაბიჯებს არ დგამს ხელისუფლება აი რას გულისხმობთ რომ უკანა პლანზე გადაინაცვლა რაიმე უფრო დისკუსიების სივრციდანაც ეს საკითხი რაღაცნაირად გაქრა ასე ვთქვათ კი არ გაქრა მაგრამ უკანა პლანზე გადაიწია სამწუხაროდ ეს ინიციატივა გულისხმობს ერთობლივ ქმედებებს იმისათვის რომ საზოგადოება გახდეს უფრო აქტიური მათ შორის არა მარტო ქვეყნის შიგნით არამედ ქვეყნის გარეთაც საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის უფრო მეტად ვინაიდან მოგეხსენებათ ეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მოვიდა ბევრი მავნე და უსარგებლო დაპირები და მათ შორის ერთ-ერთი ასეთი იყო და მთავარი რუსეთთან დალაგების დაპირება ის ამბობდა ხელისუფლებაში მოსვლამდე რომ გააკეთებდა ყველაფერს მისი ხელისუფლება იმისათვის რომ საქართველოს როგორც დაპირისპირების ფაქტორი აღარ ყოფილიყო საერთაშორისო არენაზე რუსეთსა და დასავლეთ შორის დაპირისპირებით და მოხდენილიყო საქართველოს ფაქტორი სანამ გადავალ ირაკლისთან შემდეგი შეკითხვით რაიმე კონკრეტული საფრთხე ხომ არ დაინახეთ და იმიტომ ხომ არ ჩათვალეთ რომ საჭიროა ამ დოკუმენტის შემუშავება თუ რადგან ფიქრობთ როგორც თქვენ ბრძანეთ აკვირდებით სიტუაციას რომ უკანა პლანზე გადაინაცვლა ამ საკითხმა ამ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ეს არის საფრთხე დგას ყოველწლიურად უკვე რამდენი წელია და აი ხა ბოლო პერიოდში დღეს რაც მოხდა მაგალითად პუტინის და ფიდულოვის შეხვედრა იყო მოსკოვში სადაც განიხილეს სხვადასხვა საკითხები და მათ შორის იყო ერთ-ერთი ახლახანს გაფორმებული შეთანხმება ევროწოდებულ სამხუთოსოთვის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის პარტნიორობის და მათ შორის იყო აი სამხედრო მილიტარისტული მიმართულებით მოგეხსენებათ ამ ევროწოდებული რესპუბლიკის შეერაღებული ძალების რუსეთის შეერაღებული ძალების დაქვემდებარებაში შესვლის თაობაზე ესეთი ნაბიჯები პლუს აფხაზეთში კიდევ დამატებითი ტექნიკის და
შეერაღებული ძალების მობილიზაცია. რუსეთი ყოველდღიურად დგავს ნაბიჯებს უკვე ოკუპაციიდან. ანექსიის მიმართულებით და საჭიროა ამაზე ჩვენი საზოგადოების უფრო აქტიური რეაგირება, ვინაიდან ხელისუფლება არის ამ დალაგების პოლიტიკის რეჟიმში, რითაც არაფერი შედეგი თვალშესაცემი არ მოუტანია, პირიქით საქართველოს გაქრა საერთაშორისო ასპარეზზე, რადარებიდან, ასე ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წლების წინ და ეს არის პირდაპირი რეაგირება პირდაპირ შედეგი ამ ხელისუფლების მავნებლური კოლაბორაციონისტული პოლიტიკისა, რადგანაც ჩვენს გასაკეთებას სხვა არ გააკეთებს და ისევე აქტიურობენ და გვიცავენ, როგორც ამას ვითხოვთ, ხო? ჩვენი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ვალაგებთ ჟენევის ფორმატი, როცა არსებობდა და ეს მოხდა აგვისტოს ომის მერე, შეიქმნა ახალი სრულიად მავნებლური ფორმატი, კარასინის და აბაშიძის ფორმატი და სახეზია მდგომარეობა ძალიან სერიოზული და ძალიან პრობლემატური და ძალიან ტრაგიკული, იმის რომ ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლების პირობებში მიდის სიტუაცია იქითკენ რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დარჩეს მარტო რუსეთის პირისპირ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის დანაშაული პირდაპირ და ამას უნდა დაუპირისპირდეთ ერთიანი ძალისხმევით და თუ შეიძლება დავამატებ, ამას ეს არის შეთავაზება ნაციონალური მოძრაობის სხვა ოპოზიციური ძალებისადმი, იმათვის, ვისაც გვაქვს საერთო ღირებულებები, ვისი არჩევანიც არის ევროპული საქართველო, თავისუფალი საქართველო და ეს შეთავაზება სწორედაც იმიტომაც არ შეიცავს რაღაცა კონკრეტულ გზავნილებს, რომ ის არის ღია ფორმატი და იწვევს პარტნიორებს იმისათვის, რომ ერთად შევაჯაროთ პოზიციები. მადლობა. ირაკლი, ცხადია პირველ რიგში ამ დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით უნდა მოვისმინოთ თქვენი პოზიცია და შემდეგ გავშლით უკვე რა თქმა უნდა თემას. თქვენ როგორ უყურებთ ამ ინიციატივას და აი უკვე იყო გარკვეული შეთავაზებაც, ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში მიეწოდათ პარტიებს, თქვენი დამოკიდებულება როგორია შეუერთდებით ამ ინიციატივას შეერთებით? უბრალოდ ვიდრე ამ თქვენ შეკითხვაზე პასუხს გავცემ, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ და სტუმრებს, კოლეგებს შემსას. მე მინდა სამი მნიშვნელოვანი თარიღია დღეს, ეს არის დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანებისთვის და მათ მინდა უთხრათ თქვენ ზარწმუნებული ორიგივე ესე თქვით, რომ ჩვენ არასდროს არ დაგვითვლია ქრონოსები, არასდროს არ დაგვითვლია მართლა და სრულიად ანასწორები ვართ, ასევე მე მინდა მოგილოცოთ ჟურნალისტებს დღევანდელ დღე და გისურვოთ ობიექტური საქმიანობა და პოლიტიკური წრეხისგან თავისუფლება მასშტაბურად, რომელიც სამწუხაროდ საათრელია ქართულ რეალობაში და დღეს არის ასევე ძალიან მაგარი ხალხის მესაზღვრეების პროფესიული დაცვა, ძალიან მაგარი ბიჭების და მანდილოსნების, რომლებიც საზღვარს და ქართული სახელმწიფოს იცავენ. გადავიდეთ ახლა იმ თემაზე, რაც თქვენ დასვით. მივესალმები ნაციონალური მოძრაობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც არ მინდა რაღაც კეკმსური გამოვიდეს ეს ჩემი შეფასება, მაგრამ ნაციონალური მოძრაობიდან ვიდრე უბრალოდ გავიგებთ, ჩემამდე ინფორმაცია მოვიდოდა, რომ ამ ფორმატზე საუბრობდნენ და ინიციატივა იყო საუბარი. ერთ ტელეტოქ-შოუში ხოთაშორის მე და გიორგი ახვლედიანი ვიყავით 1-4-5 დღის წინ და იქ ვახსენე. ქვეყნის 22% არის ოკუპირებული პლუს მიმდინარეობს ანექსია და 78% მოქმედი ხელისუფლების პირობებში რეალურად მორჩილების პოლიტიკას მიყვება. ხო, სამწუხაროდ, ყველა კი არ ვემორჩილებით და არც გავემორჩილებით, მაგრამ დღევანდელ რეალობაში არაფრის მომცემი პოლიტიკიდან გამომდინარე და ხაჭაპურის ჩავის ფორმატის შევარდაბაშიძე კარასინის კონტრეფექტულ და კონტრპროდუქტულ ფორმატს, ფიქრობ, რომ უკვე საჭიროა დავждოთ და ვისაუბროთ, რა უნდა გავაკეთოთ. საერთაშორისო თანამეგობრობას როგორ ფიქრობთ? მე რა მგონია, იცი? ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მე ალბათ 4-ვე დამეთანხმებით ახლა თქვენ ჩემი კოლეგები, რომ აი ამ ზუსტად 22% ოკუპირებულია და პლუს ანექსია გრძელდება, ეროვნული დეოკუპაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა წესით ქვეყანაზე ხალხს უნდა კონდეს, ხო? ეს პრინციპებზე რო ვიყოთ საუბარი. და დღეს დაკავებული ვართ არასწორი რეალური დიპლომატიური რესურსი ქართული რაზე გვაჩნია ჯერ ერთი სუსტი. და მაგაც მაგ მიმართულებითაც საკმაოდ არსებითი შეკითხვები მიჩნდება, არსებითი პრეტენზიები. ნეპოტიზმით და ვთქვათ, ნაკლებად პროფესიონალურ თვალსაზრისით არიან დაკომპლექტებული, თუმცა არიან ღირსეული დიპლომატებიც. მაგრამ იხარჯება მართლა არასწორად რა. არასწორად იმ თვალსაზრისით, რომ თუ უნდა საუბრობდე და ნომერ პირველ ამოცანას, რომ დევნილების ვესაუბრებოდეთ თავენ საკუთარ სახში დაბრუნებაზე, ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვაზე უნდა ვხარჯავდეთ მთელ ენერგიას საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ საუბრობთ, რომ ამ რუსთავიორს ჩვენი ხელისუფლება საუბრობს, აი რუსთავიორს რატომ ართმევს? რატომ არ ხარჯავს ენერგიას ამ მიმართულებით ხელისუფლება? არა, არ ხარჯავს, იმიტომ რომ პოლიტიკური ნება და დამოკიდებულებაა განსხვავებული, ხო? ეხლა ჩვენ ახალი ფორმატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის არ შეგვიქმნია ერთ-ერთი შეუქმნით რაღაც გაუგებარი რუსეთთან მიმართები და ისიც აბსურდული, ხო? მე კი არ ვიძახი იმას, რომ რუსეთთან დიალოგი არ არის საჭირო. მე რო გია კვირიკაშვილის ადგილზე ვიყო ერთი თვით, პირველი ვისთანაც წავიდოდი სასაუბროდ, ეს იქნებოდა ვლადიმერ პუტინი. მაგრამ წავიდოდი არა ისე, როგორც რამდენიმეჯერ ჩვენი მაღალჩინოსნების უფრაზე შეხვდნენ და გაბუტული გოგო ბიჭივით იჯდნენ შორს. მივიდოდი და ვეთყოდი.
ეს არის ჩემი ქვეყანა, ეს არის ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტი, ეს არის ჩემი ხალხი და შენ არ გაქვს იმის უფლება, რასაც აკეთებ. შენ თითოეული ნაბიჯი, აბატიმაე დავასრულებ რა. მაგაზე გეტყვი. გუშინ წინდელით რომ რამდენიმე დღის წინანდელი ნაბიჯი პუტინის ზოგიერთმა ექსპერტმაც კი შეაფასა რომ ეს იყო ხარჯებიდან გამომდინარე პუტინის გადაწყვეტილება თითქოს იმ ოსურ შენაერ ჯარსაც და რუსულსაც მაინც პუტინი აფინანსებს კრემლიო და ამიტომ გააერთიანაო. არა ბატონებო თქვენ ექსპერტები ხართ და საზოგადოება ელოდება სიმართლეს. თქვენ პოლიტიკოსები ხართ ზოგიერთებზე მაგ საუბარი. სწორი და მართალი სიტყვა ილაპარაკეთ. პუტინის გადაწყვეტილება პირდაპირ არის ანექსია. აერთიანებს ჯარებს და რას ნიშნავს? ბატონ კახესთან და გადავიდეთ, ამიტომ ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ ირაკლი კიდევ ერთ შეკითხვაზე. ანუ ბევრი დრო გვაქვს და რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. მე ხვალ შევხვდები ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებს სიამოვნებით, იმიტომ რომ ჩემს იდეაშიც და ჩემს ბუნებრივ დამოკიდებულებაში რაც მაქვს დეოკუპაციის მიზნებთან მიმართებით, ემთხვევა ჩვენი პოზიციები. და ვისაუბრებთ, რამდენად შესაძლებელია გაგრძელდეს ურთიერთობა, ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ თავარი ამოსავალი წერტილი, თავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ საქართველოს და ქართული ხალხის კონსტიტუციური, კანონიერი და იგივე ევროპულ-ატლანტიკურ სივრცეში მიღებული ნორმებით დაცული სიკეთეები ილახებოდა და ილახება ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მიერ და ამას წინ არ აღუდგა ჩვენი ხელისუფლება. კარგი, კი ბატონო, ძალიან მოგჭირდება თანამეგობრობის ხარდაჭერა. ეს არის გზავი, ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ იყოს ერთი, რასაც აუცილებლად უნდა მივახციოთ და უნდა ვეცადოთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, ვისთვისაც ეს მიმართულება ფასეულია და საქართველოს თავისუფლება და სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა არის ფასეული და უმაღლესი ფასეულობა, რომ ვაჩვენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანები ამ მიმართულებით და საზოგადოება. ხედავდნენ ისინი, რომ საზოგადოება არ ეგუება ოკუპაციას. რაც შეეხება ახსენეს პუტინთან შეხვედრას, ჩვენ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან გასაგები მიზეზების გამო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენი გზავნილი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ არ დავრჩეთ მარტო და არ უნდა დავრჩეთ მარტო პუტინთან და რუსეთის პირისპირ მოლაპარაკებებში და მოლაპარაკებების ფორმატი არის ჟენევის ფორმატი იმისთვის, რომ სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობით. მადლობა ქალბატონაიკა. კარგით, ბატონ კახას მინდა მივცე სიტყვა, თქვენ როგორ უყურებთ ამ ინიციატივას, რამდენად ფიქრობთ, რომ ეს იქნება კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, თუ ეს დარჩება დაუშვათ უბრალოდ დოკუმენტის სახით და ამით ვერ მივაღწევთ შედეგს, შედეგში გულისხმობ იმას, რომ აი საერთაშორისო საზოგადოება დაუშვათ უფრო გამოცოცხლდეს და კიდევ ერთხელ მიიღოს ინფორმაცია ჩვენგან. მოგესალმებით, უერთდები ჩემი მეგობრების მილოცვებს, განსაკუთრებით აი სამი ჟურნალისტი დღის დღეს მაგიდასთან და ძალიან კარგია, რომ ჟურნალისტები პოლიტიკურ საკითხებში და პროცესებში ჩართულები არიან და ვართ და ვიქნებით და ძალიან კარგია ეს. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, თავას საკითხს, რა თქმა უნდა, არ უერთდებით ამ საკითხს და არ მოგწონს ეს საკითხი, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა დაწყებული ჯერ კიდევ 2003 წლიდან აი ამ ოკუპაციის პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებზე უარს ამბობს და პირიქით ძალისმიერი და სამხედრო გზებით აპირებენ აი ამ საკითხის მოგვარებას. ეს გულისხმობთ აი კონკრეტულად. გულისხმობ იმას, რომ თუნდაც 2008 წლის აქცია ზუსტად ეს იყო აი ამ პრობლემის ოკუპაციის მოგვარების აი ამ მილიტარისტული საკითხით, მილიტარისტული გზით აპირებდა მაშინდელი პრეზიდენტი და მაშინდელი მმართველი ძალა აი ამ პრობლემის ესეთ მოგვარებას, რის შედეგადაც დავკარგეთ უამრავი სოფელი, უამრავი ტერიტორია, რის შედეგადაც აღიარებული იქნა უკვე ტერიტორიები და ეს აღიარება გააკეთა ვინმემ კი არა, აღიარება გააკეთა გაეროს მუდმივი საბჭოს წევრმა რუსეთმა, ასე რომ ვიღაცა რაღაც პატარა ქვეყანის მიერ არ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. მოკლედ ძალისმიერი მეთოდით მიმართული აი ესეთი ამ პრობლემის მოგვარება ჩვენთვის არ არის მისაღები, ამიტომ არ უერთდებით, არ მოგწონს ნაციონალური მოძრაობა. ეხლა როგორ არის, მეც დამეცადინებულია. რა თქმა უნდა, ეკას არ ეხება, თავიდანვე მინდა ეკას ბოდიში მოუხადო, ძალიან პატივს ვცემ მის ნიჭს, მის იმას და მისი ძმა ჩემი დიდი ხნის და ძალიან დიდი მეგობარია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ნაციონალურ მოძრაობაზე ჩემი შეხედულებები მაქვს ჩამოყალიბებული და აი ამიტომ აი ესეთი იმით, ამიტომ არ უერთდებით. ბატონ კახა, რომ არ იყოს, მოდით ამ შეკითხვასაც დავსვამ და შემდეგ გიორგის და ქალბატონაკა გიორგისაც მივცემ საშუალებას, იმიტომ რომ შემდეგ თუ რეპლიკა გექნებათ, დავუშვათ ორივეს ერთად. კი ბატონო, უპასუხებთ. ეს რომ არ ყოფილიყო, ანუ ცალკე ინიციატივა რომ ავიღოთ დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომ არ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, ამ შემთხვევაში
გაიზიარებდით მაშინ ამ მოსაზრებას, რაც ნაციონალურ მოძრაობას თვითონ დოკუმენტის შინაარსი არ ვიცით, ამიტომ ამბობ, რომ აპრიოროდ სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის ერთად უნდა ჩამოყალიბდნენ პარტიები, ეს არ არის შექმნილი და შემუშავებული. მზა გეგმას არ გთავაზობ. დოკუმენტი სთავაზობს პოლიტიკურ ძალებს ერთად მუშაობას და საერთო ხედვის და პოზიციას. ჯერ არ არის შემოყალიბებულ ინიციატივა, რომ საერთაშორისო რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად საკმაოდ ბევრი პოსტულატი გაჟღერებულია. გაჟღერებულია და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა იყო, რომ კონსტიტუციაში შესულიყო აი ესეთი მუხლი ერთ-ერთი, რომ აი ოკუპირებულია კონკრეტული ქვეყნის მეზობელი ქვეყნის მიერ ჩვენი ტერიტორია. ალბათ ამ კურსით იქნება გაგრძელებული ამ დოკუმენტის ავტორების რიტორიკა, პოლიტიკური რიტორიკა, რაც რა თქმა უნდა ურთიერთობებს ნამდვილად არ წაატება და დეოკუპაციას ნამდვილად ხელს არ შეუწყობს და ტერიტორიულ მთლიანობის ადგენას ნამდვილად არ შეუწყობს. ინიციატივა მაინც ფიქრობთ, რომ ეს რაღაც შედეგს არ გამოიღებდა ასეთი დოკუმენტის შემუშავება. ისიც რა არის ზოგადად აქამდე არ გამოუგია არც აქამდე პირიქით უფრო უარესობისკენ მიდიოდა ყოველ შემთხვევაში აი ნახოთ როგორი პოლიტიკამ რამე შედეგი გამოიღო? დიპლომატიური ყოველთვის რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ აბაშიდე კარასენის ფორმატი ეს არის ძალიან მიუღებელი და არასაკმარისი პროექტი სხვათა შორის პრეზიდენტმა ერთი პერიოდი თუ გახსოვთ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ მარგველაშვილს მოწვევაც გაუგზავნა სხვათა შორის მარგველაშვილმა მაშინ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ვკითხა წავიდეო თუ არ წავიდეო რა უქნავდა მაშინ ორად გაიყო მე მგონი ესტრებოდი ხო ამერიკის ვკითხა და იმად არ წახვიდეო უთხრა ხო ანუ გადაწყვიტა რომ არ უნდა წავიდეს ხო ჩვენ უთრ ნაწილმა უთხარით რომ უნდა წახვიდე რა თქმა უნდა და უნდა ელაპარაკო აი ამ დეოკუპაციაზე ნაწილმა უთხრა არ უნდა წახვიდეო როგორ ჩვენი მტრები არიან და ისა ნუ აი ესეთი დამოკიდებულება სანამ დაკავშირებით მაგასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ აუცილებლად უბრალოდ მინდა რომ მე ვფიქრობ რომ ბატონ გიორგისთანაც გექნებათ გარკვეული რეპლიკა და ამიტომ მოგცემთ საშუალებას აუცილებლად ბატონ გიორგი თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება პრინციპში მივხვდით ნაწილობრივ მაგრამ მაინც აი რატომ არ თქვენ ახსენეთ ახლა ბატონ კახას უთხარით რომ როდის ჰქონდა ამას შედეგი ასეთი დოკუმენტების შემუშავებას აი რას გულისხმობთ ანუ ინფორმაცია რომ მივაწოდოთ დაუშვათ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ამის შესახებ ეს რას მოგცემს ან რას არ მოგცემს კი ბატონო იცით მე ყოველდღე არასერიოზულად ვიმაჩნია ესეთი განცხადებების კეთება და ყოველთვის არასერიოზულად არავითარი შედეგის მომტანი ეს არ აღმოჩნდა ეხლა თუ ვინმე აქვს ეჭვი რომ ეხლა დასავლეთში არ იციან რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იყენებს თავს და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავახსენოთ ვინმეს ხო რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიების თვალსაჩინით და მოდით დაგვიცავით და მიუხედავად იმისა რომ ამდენი წლის განმავლობაში ყველამ კარგად ვიცით რომ ასეთი რამ არ ხდება და ჩვენი გულისათვის ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად არავინ იტკივებს თავს რუსეთთან კონფრონტაციის თვალსაჩინით ჩვენ ვერ ვისწავლეთ ჭკუა რომ შევცვალოთ პოლიტიკა ვერ ვისწავლეთ ჭკუა რომ ეს 25 წლის განმავლობაში კონფრონტაციულმა დაპირისპირებამ სადამდეც მიგვიყვანა და მიგვიყვანა 25% ტერიტორიების დაკარგვის ხო და მას შემდეგაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა იქიდან მოყოლებული ხო ყოველ 4 წელიწადში ახლა არ შეცვალა კონფრონტაცია რადგან თუ არ დავამთავრებ არ შეცვალა ახლა პოლიტიკა როგორ საქმე იმაშია რომ ეს კოსმეტიკური შესვლაც კი არ არის რაც დღეს ქართულმა უცებავ განა აი თქვით ეხლავე და თუ თქვენ აქამდე არ მოგისმენიათ როგორ უნდა შეიცვალოს და ამ ყველაფრის ალტერნატივა რასაც თქვენი კონფრონტაცია რასაც თქვენი ხელისუფლების და ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა კონფრონტაციული რეჟიმი გამოიწვია და ქვეყანა დააზარალა და მიიყვანა იმ სიტუაციამდე რომ ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების პირას მიიყვანა 2008 წელს რიტორიკა რომელსაც ახლა თქვენ არაფერს მე ვაზარალებ და ის არ აზარალებს რაც თქვენ 2008 წელს ძალიან ხო მე თქვენ არ შემიწყვეტინებია შემიძლია შეგაწყვეტინოთ და ამას ნუ მაიძულებთ ხო დავასრულეთ თქვენი ლაპარაკეთ 15 წუთი ხო შემიძლია 5 წუთში გაგცეთ პასუხი ხო და შესაბამისად ეს არის აბსოლუტურად არაფრის მომცემ ეს ისევ და ისევ ხა ყოველ შემთხვევაში მე დეტალურად ხა რაც მოვისმენე დღის განმავლობაში ამ განცხადებაში ჩაწერილი რაღაცა ასე ვთქვათ თეზისები ის ისევ კონფრონტაციაზე ორიენტირებული ის ისევ არ არის მიმართული იმაზე რომ დიალოგის რეჟიმი უნდა წარიმართოს იქ არის საუბარი ისევ რომ უნდა მოვითხოვოთ სანქციების გამოცხადება ხო მაგალითად სანქციები ჯერ იმ სანქციებმა ხო რა შედეგი გამოიღო საერთოდ სოფლიო მასშტაბით რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობა მაგრამ ჩვენ ხო ძალიან მაგარ მდგომარეობაში ვართ არა რომ მოვითხოვთ რომ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება კიდევ უფრო მეტი კონფრონტაცია კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ აგრესია ამ შემთხვევაში იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელთან მიმართებაში გვაქვს უსერიოზულესი პრობლემები, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალის მქონე სახელმწიფო და ჩვენ ერთი წამითაც არ ვფიქრობთ 25 წელიწადია, რომ ამ სახელმწიფოსთან მუშტების ბრახუნით და კუნთების თამაშით კი არ უნდა ვიურთიერთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებთ.
ხომ არ არის მიწების ბრალხომი. ანუ ამ ხელისუფლების პირობებში ხედავთ მაგრამ ჩვენ დღეს ვარ ჩვენ დღეს რა სიტუაციაშიც ვართ, ეს არის როგორ გითხრათ, ეს არის აი კოსმეტიკური მდგომარეობითაც კი ვერ გამოვირჩევით რაიმე შეცვლის თვალსაჩინო. აი კოსმეტიკურადაც კი არ შეიცვალა არაფერი. მე თანახმო ვარ აბსოლუტურად იმ მოსაზრებისა, რომ ერთი წუთი შეიძლება რა. ეხლა უნდა დავიწყოთ დიალოგი პირდაპირ მოლაპარაკებები რუსეთთან უღონდ უმაღლეს დონეზე. აი ესეთ პირობებში, ოკუპაციის პირობებში უნდა დავიწყოთ დიალოგი. აბსოლუტურად ყველა პირობებში უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები. არ დავიწყებთ ამ მოლაპარაკებებს, როგორც აი ხა თქვენგან დაწყებული და შემდეგ ეხლა ხელისუფლებაში გაგრძელებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ზარალდება, კიდევ გაგრძელდება დაზარალება. კარგავთ ტერიტორიებს, შევარდნაძის დროს დავკარგეთ. შევარდნაძის დროს მოლაპარაკებებმა სააკაშვილის დროს დავკარგეთ. უკაცრავად. ივანიშვილის დროს კარგავთ ტერიტორიებს? თუ შეიძლება არ დავკარგეთ, ეს არის დროებით ოკუპირებული. მე უკაცრავად დავასრულე, კი ბატონო, პასუხი დააკარგოთ. ხო და მე მაგას გეუბნები. დავკარგეთ? არ დაგვიკარგეთ, დროებით ოკუპირებული. კი ბატონო, დროებით დავკარგეთ და თქვენი პირობები კიდევ და ომით უნდა დავიბრუნოთ. კონფრონტაციით. გადმოვდგეთ კავკასიონზე და ლანძზე. იმის ანუ აქ თეზისებს საუბარი იცით რაზეა? საუბარი არის აგრესიულ პოლიტიკაზე. ნაციონალური მოძრაობა თავაზობს თელ ხელისუფლებას საზოგადოებას, რომ ხალხო ისევ გავაგრძელოთ ის მარაზმი, ის პოლიტიკა დაპირისპირება არ უკაცრავად ამაია რა. თუ არ დავაფარდო შეუძლებელია 15 წუთის დემაგოგია ვისმენთ და 5 წუთი პასუხი არის აბა რა არის 9 წელიწადი რაც აკეთეთ არის ქვეყნის დაზარალება პირდაპირ პროპორციულად მიიყვანეთ ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანეთ ქვეყანა განადგურებამდე 2008 წელი იყო ამის მაგალითი 2004 წლის ავანტიურა ცხინვალში იყო მაგის მაგალითი 2008 წლის აგვისტო იყო მაგის კატასტროფული შედეგი კარგი კიდე მაგ პოლიტიკას გავატარებ ბატონ გიორგი მირცაც საშუალება ანუ აგრესია 2008 ამიტომ რაც შეეხება ჟენევას უკაცრავად რაც შეეხება ჟენევას რომ აი ჟენევის ფორმატში უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები ახლა შემახსენე ზუსტად შეიძლება შემეშალოს 40-ზე მეტი რაუნდია ჩატარებული ჟენევის ფორმატში 40-ზე მეტი რაუნდია ჩვენ ჩავდივართ ჟენევაში 2009 წლის შემდეგ წელიწადში 5-ჯერ 6-ჯერ ვსაუბრობთ რუსებთან ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად ჩავდივართ იქ იმისათვის რომ პირველსავე დღეს დავასრულოთ მოლაპარაკება რომ ვერაფერზე ვერ შევთავდით ვიკეკლუცოთ ჩვენს პარტნიორებთან აი რა მაგრები ვართ რუსებს კი არ ველაპარაკებით რისთვის ვაკეთებთ ამ ჟენევის ფორმატს ღმერთმა უწყის უკვე დიდი ხანია ორი ხელისუფლებისათვის ეს არის საშოპინგო ტური ჟენევაში ჩადიან უზარმაზარ ფულს ხარჯავენ და პირველივე რას თავაზობთ თქვენ სამომრჩევლო გვინდა თქვენი პარტია არის თუ არა თანახმა ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანებას არავითარ ევრაზიულ კავშირი არ არსებობს არავითარ ევრაზიულ კავშირი არ არსებობს ნუ შეგხავთ სექტომაში თქვენ სოციოლოგიურ კვლევის ორგანიზაციებთან ერთად არავითარ ევრაზიულ კავშირი არ არის მე წავიდით რომ არის ხართ არ არის არავითარ ევრაზიულ კავშირი არ არსებობს უნებაში თუ არა ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ ნატოსთან საქართველოს დაახლოების წინააღმდეგი თქვენი ორგანიზაცია არის თუ არა ნატოში საქართველოს არ გაწევრიანდება და ჩვენ ამ კურსზე უნდა ვთქვათ ვართ იმიტომ რომ ეს არის დაპირისპირების წინაპირობა ამ შემთხვევაში იმ სახელმწიფოსთან რომელიც ასე სერიოზულ დონეზე გვაზარალებს და თუ ჩვენ ვიდეთ ნატოში რომ რუსეთს არა იცით რა ნატოში ჯერ ესეთი არავინ არ შეგვიყვანს 2008 წლის ომის მერე განსაკუთრებით ამიტომაც ეს არის ილუზია რომლითაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკის შეცვლას რუსეთთან იმართებაში ვაფერხებთ მაია უბრალოდ ვაფერხებთ ჩვენ ისე გვაქვს ორიენტირება ნატოში უნდა შევიდეთ და სხვა რაფერი გვაინტერესებს და ჩაკეტილი გვაქვს ამის გამო კარები მოლაპარაკებების აბაში დეკლარაცია არის ძალიან არასაკმარისი ფორმატი ამიტომაც ეს უნდა იყოს პირდაპირ მოლაპარაკებები პირდაპირ უმაღლეს დონეზე თუ ორმეზობლად უნდა პრობლემის მოგვარება მას სამეზობლების თანდასწრების ლაპარაკია პოლიტიკური ძალა არის მომხრე იმის რომ საქართველოს იყოს მარტო რუსეთის არავითარ შემთხვევაში თქვენ ხართ იმ ძალის წარმომადგენელი რომლის იდეა მთელი სოფლიო არის მარტო ეგა მთელი სოფლიო რომელიც ელაპარაკება რუსეთს რომელიც ელაპარაკება რუსეთს არის თურმე მარტო და ჩვენ ვართ ერთადერთი ამაყრი და ასე გაყენებულები რომელიც არ ელაპარაკებენ თქვენი პოლიტიკური ძალა არის გერმანელები რო ელაპარაკებიან რუსეთს თურმე მარტონი არიან იდეოლოგიის გამტარებელი საქართველოს თუ მოლდოვა რო ელაპარაკება რუსეთს თურმე მარტოა აზერბაიჯანი რომელსაც პრობლემები აქვს ჩვენდაერი ასუხი უნდა გავცეთ თქვენს ბრალდებას ნაციონალური მოძრაობის მიმართ ეს არ არის ბრალდება ნაციონალური ეს ბრალდება არ არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტალავინის დასკვნა არავითარ შემთხვევაში არავის არ უღიალებს ეგ არ წერია ტალავინის კომისიაში და ეგ არის ის რომ ნაციონალური მოძრაობა მიიყვანა ეს ყველაფერი კონფრონტაციამდე თავისი აგრესიული რიტორიკით ეს არის 2008 წლის ომზე იმდენი ითქვა რომ დამატებით კიდევ თუ დაგჭირდებოდა ამაზე სათქმელი რა თქმა უნდა არ მივიწყებთ მაგრამ კიდევ ერთხელ თქვენ ეს არის მაგალითი რომელიც აღარ უნდა გავიმეოროთ ამიტომ არ მოგცემ მაგის საშუალებას ეს არის ძალიან ნათელი 2008 წლის ომი რატომ მოხდა ამაზე თვითონ პუტინს და მედვედევს აქვს ცალსახა პასუხი გაცემული
რომ ეს იყო მათი რეაგირება საქართველოს ნატოსკენ სწრაფისკენ და თქვენ გახსოვთ იმ პერიოდში საქართველოში რაც იყო წინა რაც ომს უძღოდა პოლიტიკური მღელვარებაც ეს იყო ერთგვარი ანტინატო კამპანია და მე ვინ მიიყვანა მაქსისულელემდე ქვეყანა ვინ მიიყვანა აი მაგ არაადეკვატური ქმედებებით ვინ მიიყვანა ომამდე ქვეყანა ამ აგრესიული რიტორიკით საქართველოს ვინ მიიყვანა საქართველოს რეაგირება თავდასხმაზე საქართველოს ბოლოს გამოაცხადა რომ მაინც რუსეთი ჩაერევა საქართველოში და უნდა დამებომბას ხილვალია თქვენ აქ საქართველოს შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ვერ გამოსულართ იმ მდგომარეობით დღეს საქართველოს ინვესტიცია რო არ შემოდის იმის ბრალია რომ ტანკი რომელიც გაყვანილი იყო საქართველოსთან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან თქვენ შემოაყვანილი აუცილებლად უნდა გავცეთ რუსეთის არა ესეთი აგრესიას ითხოვს ეს არის ტყუილი როგორც ის არის ტყუილი რომ საქართველოს დაიწყო ომი და აი ესეთ სამარცხვინო ბრალდებას უყენებენ თავიანთ ქვეყანას ესეთი საერთაშორისო თავად აღიარა სხვა გამოსავალი მაინც აღარ იყო არ დამებომბას ხილვალია სხვა შანსი აღარ ქონდა მაინც აპირებდა რუსეთი საქართველოში მაპატიეთ ქალბატონიკა ჩემი დიდი პატივისცემა გთხოვთ მიიღოთ ასევე სულ გიყურებთ თქვენ ხელისუფლებაში იყავით თქვენ რამდენიმეჯერ პარლამენტში ბრძანდებოდით მაგრამ ხელისუფლებაში არ ვიყავი ხო რა მინდა იცი გითხრათ ისტორიკოსები ხო არ ვზივართ აქ რომ მატიანეს განვიხილავთ ისტორიულ არა პოლიტიკურ შეფასებას არა პოლიტიკურ შეფასებას 10 წელია პოლიტიკურ შეფასებას ვიზრდე რას მეუბნები მე რას ამბებსებში დაინახეთ თქვენ პრომეთი აგრესია ირაკ პოლიტიკურ შეფასებას ყოველთვის მიცემთ იმას რაც მოხდათ ქვეყნისათვის ძალიან სერიოზული პრობლემაა 5-10 წელი შეიძლება პოლიტიკურ შეფასების ეთერები გამოვიხენოთ მოდი ეთერებში ვილაპარაკოთ იმაზე რომ 22% რაც მე ვთქვი შემოსავალი 5-10 წელი მოვლენებისთვის გიორგი ძალიან ვთქვათ მივცეთ ეს საშუალება რომ პოლიტიკური შეფასება კომენტარი შემდეგ ჩართვაზე უნდა შემოვიდეთ ქვეყანას არ გაუკეთებია პოლიტიკური შეფასება უნდა ეკუთვნოდა სიმართლეს და არათხულის ძალიან დიდი პრობლემაა აი დანაშაულსაც 10 წელი მოხდა უნდა პოლიტიკური შეფასება ბევრი დრო გვაქვს და კიდევ მოგეცემათ საშუალება ბევრი დრო გვაქვს ირაკლის მოგუსმინოთ რომ დაასრულოს მისი მოსაზრება ჩვენ ახლა უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ ის კი არა რომ შევარნაძეს რა შეეშალა ნაცებს რა შეეშალა და ახლა ივანიშვილს რა ეშლება იმაზე დავჯდეთ რომ რა გვეშლება ჩვენ თითოეულ ჩვენთან გასულ 22% კიდევ ერთხელ გეუბნებით ოკუპირებულია პლუს ანექსიის პროცესი მიმდინარეობს ბატონო რა გვეშლება რა გვეშლება ის კიდევ ერთხელ გეუბნებით შემოვედი თუ არა ეთერში პირველივე ეს გითხარი არ გაგვაჩნია დეოკუპაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა და დღეს დაცულ მოძრაობა იქნება კავტონი ბურჯუაზიის პოლიტიკური გაერთიანება თუ ჩვენ რეფორმატორები თუ ბატონი კახას შემოთავაზება მოდი რა თავიდან იმიტომ რომ ნაცმოძრაობის შემოთავაზებული ანტაგონისტურად ნუ განვეწყოდი მივიდეთ მე წამოვალ ხვალ ეს იგივეა გიორგი დავასრულოთ ვერ იქნება იგივე ახალი გამოცდილება ასევე პოლიტიკა ვერ იქნება იგივე იმიტომ რომ მე მივდივარ მე თუ დავინახავ რომ არასწორია მიდგომა რეფორმატორები არ გავჩერდებით ისე როგორც არასდროს არ გავჩერდით ჩვენ გიწეს იგი გვაქვს არა გიორგი აბა ვისთან დავილაპარაკოთ ხელისუფლება არ დავაპარაკებ მე შემოვიდივარ ოპოზიციაზე საპარლამენტო ვერ ვამთავრებ რა საქმეს რა ესე არ ვაპარაკებ საერთოდ ეს არსებული პოლიტიკა უნდა პოლიტიკას უნდა შევცვალოთ პოპულიზმის უნდა შევცვალოთ ეთერებში არა საიდან მოიტანეთ აგრესიის შეთავაზება საიდან ჯერ აგრესია თუ იქნება მე იქ არ მივალ თუ მივალ წამოვალ უკან მაგრამ რა მინდა გითხრა იცი პოპულიზმის შევცვალოთ საერთოდ პოლიტიკოსებმა მე თქვენ სულ ყველა მოდი პოპულიზმი უარე უთხრათ და პრაგმატიზმზე გადავიდეთ ეხლა რაში მაინტერესებს უბრალოდ კი მაინტერესებს ძალიან კარგადაც ვიცი ყველა ხელისუფლების და ყველა პირველი პირის შესწავლები მაგრამ ეს მე ვიცი ისტორია მას იცის ისტორია შეაფასებს ჩვენ გამოვიყენოთ ეს გაკვეთილად მაგრამ ჩვენ ხო რას ვაკეთებთ დევნილებს რას ვეუბნებით ჩემ ოჯახს რას ეუბნებით თქვენ ოჯახს რომ მიხვალ სახში რას ეუბნებით რომ აი ნაცებზე და კიდე კოცებზე ვსაუბრობთ მოდი რა არ გვაინტერესებს ეს თემები მოდი რა გადავიდეთ ეროვნულ სამოქმედო პროგრამის შექმნაზე დავждები მე დაჯექი თქვენს ყველა დავждეთ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება ვინც პრეტენზიას უაცხადოთ ქართული ოცნების კონტრეფექტური ხელისუფლებების გამო დავждეთ და ვილაპარაკოთ თუ ნაციონალურ მოძრაობა იტყვის მაგას თავის მიუღებელ პოზიციას ჩვენთვის ყველა პარტიამ აღგე დაუთხრათ შენ ცდები მაგრამ თუ მე ვიტყვი რომ თუ მე ვიტყვი არასწორი ინფორმაცია ყველა ადექი მაგრამ გიორგი საჩვენე ხალხი არ მინახავს კაცოს სანქციები უნდა მოითხოვ ეს არის ღირსეული პოზიცია ქართველი ერის უნდა მოითხოვ როსნეტი რომელიც შენი
ოკუპანტი ქვეყნის სახაზინო საწარმოო ოპერირებს დაუკითხავ და გარღვეულია კანონები უნდა მოითხოვო გიორგი უპრინციპო დიპლომატია არ არსებობს დიპლომატიის საფუძველი უნდა იყოს ღირსება დიპლომატიის საფუძველი უნდა იყოს პრინციპი და დიპლომატიის საფუძველი უნდა იყოს შეხოიცი რამდგომარეობაც არის კონსტიტუციური ხოიცი რამდგომარეობაც არის დღეს არის ვითარება აი დაგ იყო ჩამოთვლილი პუტინი ხდება ის რომ სამხედროები ერთიანდებიან რუსეთის შემადგენლობაში რუსი მესაზღვრე ეს სამასები შეიყვანეს აფხაზეთში ხო ხედავთ რომ ყველაფერი იმის კი რა თქვია ანექსი და ამაზე ლაპარაკი აგრესიის ამ ყველაფრის დაპირისპირება აი ამ ფარატინა ფურცლით რომელი ფარატინა მე არც ამის შესაძლებელი შეიძლება იყოს პოლიტიკა აი ფურცელზე რომელიც მოდი ქავტონები ამ პროცესს მე თქვა დაგვიფარო თუ ამ ანექსიას განახორციელებს მე დღევანდელ სიტუაციაში სადაც ვარ და პერსპექტივები რაც გვაქვს დღეს ეს ყველაფერი შევაჩეროთ გვექნება 10 ჯერ უფრო ნაკლები შეიძლება 100 ჯერ უფრო ნაკლები იცი რა მე გიომარ მოლაპარაკების გარეშე გატარებული ამ შემთხვევაში არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გასწავლილი თქვია საერთაშორისო დონის ქარტია კონვენცია არის როგორ ელაპარაკება მოლდოვის პრეზიდენტი როგორ ელაპარაკება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩავიდა და მარტო დაელაპარაკა აზერბაიჯანი ჩადის 25 ქვეყანასთან ერთად ალაპარაკოთ ხო ჩადის აზერბაიჯანი საქართველოსთან გასხოვებულ რეჟიმშიც არის ევროპელები საქართველო არის ყველა ჩვენზე გასხოვებული არა გიორგი უბედურგაში არ ველაპარაკებთ ტიპოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს ზონას და მასშტაბურობას არ ველაპარაკებთ აინტერესებს ხაბუძანია შემოვიყვანო ახალი საქართველოსდან ირაკლი მადლობა გიორგი მოგესალმებით და მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ თქვენი პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება როგორია პირველ რიგში ეს მინდა კითხოთ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით აქ აზრი ორად გაიყო ერთი მხარე ფიქრობს რომ საჭიროა ასეთი დოკუმენტის შემუშავება რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდოთ კიდევ ერთხელ ინფორმაცია სანქციები მოვთხოვოთ რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ მაგრამ მეორე მხარე ამბობს რომ ამას არნაირი კონკრეტული შედეგი არ მოყვება და ფარატინა ფურცელია თქვენი პარტიის დამოკიდებულება როგორია მოგესალმებით. ნუ ბატონ ახმედიანს თუ ვკითხავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის იტყვის, რომ არა საჭირო, იმიტომ რომ ის პრორუსული ორიენტაციის პარტიის წარმომადგენელია. შესაბამისად, გეშლება. ეს არის საქართველოს. ნუ რა თქმა უნდა, ინიციატივა კარგია და კარგია, რომ ნაციონალური მოძრაობა მიხვდა, რომ პოლიტიკურ ველზე მარტო თვითონ არ არიან პროდასავლურები. და ჩვენც ვართ, ნუ განვიხილავთ ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ჩამოთვალო კომპანიაში. გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ არ მარტო ერთი და ორი პარტია არ ილაპარაკებს და ბევრი პარტია ილაპარაკებს პროდასავლური მაგ ამ შემთხვევაში მხედველობაში, რომ ილაპარაკებს იმ საკითხებზე, რასაც ქვია ოკუპაცია და მცოცავი ანექსია, ხო? ამ შემთხვევაში მისასალმებელია ეს ინიციატივა და ნახოთ, მე მგონია, რომ ბევრი პარტია, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი პარტია მიიღებს და ბევრი პარტია ილაპარაკებს. ჩვენი პარტია, ჩვენი ლიდერი იცით რომ დადის საზღვარგარეთ და ჩვენ ასე ვთქვათ, ვაწვდით ინფორმაციას თუ რა მდგომარეობა არის დღეობით ქვეყანაში და როგორ ხორციელდება ოკუპაცია, დღევანდელი ხელისუფლება რა მიდგომები აქვს ამ კუთხით და კი ბატონო, შეკითხვა მაქვს კიდევ, აი დოკუმენტი ჯერ რა თქმა უნდა არ არის შემუშავებული ამაზე არ ვსაუბრობ. ხო, ნუ რა თქმა უნდა მივიღებთ, მაგრამ აი აქ იყო მოსაზრებები, რომ იმ თეზისებში, რაც დღეს მოვისმინეთ და რაც გავრცელდა ზოგადად ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სანქციების დაწესების მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრებისგან და ასე შემდეგ, ანუ ეს პირიქით უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს. აი ბატონო გიორგი ამაზე აკეთებდა აქცენტს და ამ გზით არ უნდა წავიდეთ პირიქით. შედეგს არ გამოიღებს. ანუ არ იქნება კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული. სულ აიქნება არასწორად. მოდი რა ბატონო გიორგი, თუ შეიძლება მაცადოთ რა. გისმენთ. თუ გადავხედავთ ისტორიას ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის 200 წლიან ისტორიას, არც ერთხელ არ მოხდარა ისე რომ რაღაცისთვის მიგვეღწიოს, ხო? ამ შესაბამისად აზრი არ აქვს რუსეთთან ისეთ მაამრებულ პოლიტიკის დარებას რა. ამიტომაც მნიშვნელოვანი აგრესიული პოლიტიკა გქონდეს იმ კუთხით, რომ არ შეიძლება მეტი ის მოვითხოვოთ რეაგირება ჩვენი მეგობრების მხრიდან და არ მოხდეს ეს ცოცხალი ანექსია შეჭერდეს და პირიქით დავახევინოთ უკან, ხო?
ამიტომ მნიშვნელოვანია აგრესიული პოლიტიკა ვაწარმოოთ, ანუ იმ გაგებით რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამ ანექსიასთან დაკავშირებით და ის ჰიბრიდული ომები, რასაც აქვთ, თუნდაც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს პრორუსულები არიან და აქ რაღაც მოძღვრავენ, რომ რუსეთი კარგია და რუსეთის ეკონომიკა და რუსეთის აი ეს ესეთი პოლიტიკა არის ხილით მავნებული და მნიშვნელოვანია პროდასავლურმა პარტიებმა ეს გაიტანოს ენერგეტიკა დამთავრებული ხوانახში. კარგი, ბატონ კახასაკს მე როგორ ხვდები შეკითხვა ბატონ კახა ძაგანიას რეპლიკა აქვს და ძალიან ცუდად მესმის, არ მესმის. ანუ ბატონ კახა ძაგანიას აქვს მცირე რეპლიკა, მივცემ საშუალებას და თქვენს გაიგებთ მის ხმას და უპასუხოთ. ძალიან არ მომწონს აი ეს თქვენი ესეთი რიტორიკა, როდესაც იძახით პრორუსული, პროისა, აბა თქვი ოკუპანტია, აბა თუ იტყვი ოკუპანტია, თუ არ იტყვი მტერი ხარ, დამთავრდა ის პერიოდი რა. დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც ჟურნალისტებს დაძდებდნენ, იმიტომ რომ შპიონები იყვნენ. დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც ომიდან ჩამოსულ გენერლებს დაძდებდნენ, სემდნენ და მერე ხვდრეწდნენ ქუჩაში. აი ზუსტად ესეთი სიტყვების მერე ხდებოდა ჩემო მეგობარო, აი ეს ყველაფერი ჟურნალისტების დაჭერები, ქუჩაში გენერლების დახრეტები. აი ზუსტად ესეთი სიტყვების მერე, რომელიც სიტყვებსაც თქვენ ახლა იმეორებ და რომელ სიტყვებსაც იმას ეძახით. აღარ არის რა ეს ყველანი არიან, მე არ წარმომიდგენია საქართველოში ერთი წამი დამასრულებინეს. საერთაშორისო ანალიზა ვთქვათ ჩვენი საქმე და უთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს რომ გასაგებია თქვენი პარტიის ლიდერების ეს მესიჯ ბოქსი რომ დაარქვა ვიღაცას პრორუსული შპიონი აგენტი მე არ წარმომიდგენია რომ საქართველოს ვერ დაუძახეთ ბატონი ახლებიან ვინმეს უნდოდეს საქართველოს ეს არის მამლური პოლიტიკა რასაც ახლებიანი იძახის ბატონი პარტიის ხელმძღვანელები იყვნენ მართლაც როდესაც საქართველოს ობიექტები ისეთი რომ სტრატეგიული ობიექტები იყიდებოდა რუსეთის ოლიგარქებზე რომელიც სტრატეგიული ობიექტი შექმნია მათ შორის რკინიგზა არ ყავით გადაყარებული ყავით დღეს რკინიგზა გაყიდული იქნებოდა პროგრესული ორიენტაციის რომელიც მოგვიწოდებს რომ რუსეთს ველაპარაკოთ ისე რომ თითქოს და ისინი არიან ისინი გვიშველიან და აი უბრალოდ არასწორია და არასწორად მიმაჩნია რა დღესდღეობით ახლა ვიძახოთ რომ არასდროს რუსეთი სამაგიეროს ყოველთვის მოითხოვს იმას რომ რუსეთი არის დამპყრობელი და მოდი შევთანხმდეთ ამაზე რა 200 წელია ორჩა ოკუპანტია რაღაცას მიუხვდით და კიდე გვინდა რომ რუსეთს რაღაცა ისეთი ველაპარაკოთ ანექსია კი ბატონო როცა ჩავდივართ კარასინი აბაში მაშინ ექნებოდა როცა მოითხოვდნენ კონკრეტულ რაღაცას სულელის გამო კიდე დაიკარგება და მე ხო ხედავს რომ ის პირიქით ხო დღევანდელი ხელისუფლების ხო არის მაამებლური ხო დღევანდელი არავითარი მაამებლური არ არის იდიოტი არაფრის მომცემი პოლიტიკა არა დღევანდელი ხელისუფლების ძალიან გთხოვთ ხო და მაგას ვამბობ რომ არაფრის მომცემი კი არა ყველაფერს ხო ვუთმობთ ხო თოთავი ანექსია გვაქვს არაფერს არ ვამბობ არ ვაპარაკობ დიახ რეჟიმზე არ ვსაუბრობ ხო საერთოდ მაგის ზეგი ადგილი არ აქვს ამიტომ რა შედეგი გვაქვს რუსეთის უბრალოდ აზრი არ იქნება 400 მეტრია დარჩენილი იმამდე ხო ავტობანამდე ხო მეტი ხო არა და რა გინდა რომ ვილაპარაკოთ ახლა რომ რუსეთი კარგია და აი ავტობანამდე რო არ მოვიდეს მაგიტომ უნდა ელაპარაკოს თქვენ კონკრეტულ შედეგს ელოდებით თუ არა უკაცრავად ძალიან ვაცადოთ სტუმარს იმიტომ რომ ჩართვაზეც ეს ადამიანი და არ იმყოფება სტუდიაში ამიტომ უნდა ვაცადოთ მას საუბარი ჩვენ ბევრი დრო გვექნება კიდევ გიორგი ანუ თქვენ რაიმე კონკრეტულს ელოდებით დავუშვათ თუ შემუშავდა და შეთანხმდით ამ დოკუმენტთან დაკავშირებით დოკუმენტის შემუშავებაზე რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ თქვენი აზრით ახლა ახალბოტონიკა საუბრობდა რომ ერთპიროვნულად არ გეგმავს პარტია ამ დოკუმენტის შემუშავებას ერთად მოხდება ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციის გავლა თქვენ როგორ ფიქრობთ მნიშვნელოვანი იქნება ის რომ არ ილაპარაკებს ერთი და ორი პარტია ამ ყველაფერზე ხო მნიშვნელოვანია თუ შევთანხმდებით და ეს დოკუმენტის შედგება კარგი იქნება რომ აი თუ და რუსთავიერი საქმესთან დაკავშირებით როცა ბევრი პარტია გაერთიან და ამ მიმართულებით და მივაწოდეთ ეს ინფორმაცია ხო საერთაშორისო სასამართლოს ხო და შეუნარჩუნეთ ნაციონალიზმს ესეთი პრესტეჟი ძალიან დიდი ბოდიში არ არის პრანაციონალიზმის ბატონ გიორგი ერთი წუთი წელი არ გაქვს ბატონ გიორგი ძალიან დიდი ბოდიში ვაცადოთ არის ბატონ გიორგი პატივი ვცეთ გიორგი ხაბურძანიას ძალიან ჩვენ თანამოქალაქეებს იჭერენ
და რაღაც თანხის სანაცვლოდ და იქ რამოდენიმე დღე ყავთ გამომწყდეული და რაღაც საზოვრებზე რო უშვებენ და მაფურცლით გინდათ მე რომ მაგ ყველაფერი გიორგი, რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ? თქვენ როგორ ფიქრობთ? აი, თქვენ აზრი არ აქვს საუბარს. აზრი არ აქვს და შინაარსობრივად ვერანაირი აგზნები ძალიან დიდი ბოდიში რა, პატივისცემ ჩართვაზეზის სტუმარი და საქართველოს პარტნიორი და ჩვენ მე არ ვფიქრობ ასე და ძალიან ბევრი დრო გვაქვს კიდევ ირაკლი და ბევრი არ ფიქრობს ასე ბატონო გიორგი და სამწუხაროდ ნუ მე და სულ უფრო და უფრო მეტი ფიქრობს და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება რომ 25 წელიწადია სიძულვილეს ვაკეთებ. ბოლოს უნდა დავსვა და რეკლამაზე გავდივარ. უკაცრავ ძალიან გთხოვთ არ შეაწყვეტინოთ ბატონ გიორგი ძალიან გთხოვთ და რეკლამის შემდეგ ისევ სტუდიაში ვბრუნდებით და მოგცემთ საშუალებას. გიორგი, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს თქვენი მთავარი სათქმელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთის ანექსიაზე კეთდება ოპოზიციური პარტიების მხრიდან აქცენტი და ეს რა შედეგს გამოიღებს? აი სანქციების დაწესებაზე როდესაც ვსაუბრობთ, როგორ ფიქრობთ დასავლეთი გაიზიარებს ამ ოპოზიციური ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ამ მოთხოვნას, როდესაც იქ ეკონომიკური ტიპის სანქცია იქნება თუ სხვა, როგორ ფიქრობთ თქვენ? აი გაიზიარებს თუ არ გაიზიარებს ცოტა ისეთი კითხვა არის რა. ამისთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ვერ საუბრობთ ამ ხალხს და ეს რატომ კითხულობ იცით რომ აი დასავლეთის და რუსეთის შეთანხმებაზე ხშირად საუბრობენ ექსპერტები? აი გულით რომ დაიხიოს უკან ხო? ამისთვის მნიშვნელოვანია საუბარი, ამისთვის მნიშვნელოვანია ახსნა, გამარტივებული ფაქტები ხო? ამასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე მნიშვნელოვანია მე ბრევმა პარტიამ ისაუბროს ხო საერთაშორისო არენაზე. ეს იქნება ნაციონალურ მოძრაობა თუ ახალი საქართველო თუ დანარჩენი პარტიები ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია კარგია ეს ინიციატივა და იმედია შევთანხმდებით მივიღებთ ისეთ რაღაც დოკუმენტს რაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის განვიხილავთ ამ საკითხს და ნუ რო დავსწრებით უკვე იქ იმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და კარგი არის როცა ნაციონალურ მოძრაობის მიხვდა რომ პროდასავლური მარტო თვითონ არ არიან და სხვა პარტიებიც არიან საქართველოში რომლებიც აქტიურად მუშაობენ ამ კუთხით და ქვას რომ გახეთქავთ მაგ დოკუმენტი დამიძახეთ მე რაზეც შევთანხმდებით კი ბატონო, კარგი, წარმატებებს გისურვებთ მაშინ. ახალი საქართველო და გიორგი ხაბურძანია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. წინ გოლდება რეკლამა და რეკლამის შემდეგ ამავე თემაზე ვსაუბრობთ უკვე ისევ სტუდიის სტუმრებთან ერთად დროებით. ეკასგან ვიწყებთ თქვენ ვერ დაასრულეთ აი აგრესიასთან დაკავშირებით როდესაც კეთდებოდა აქცენტი რომ ამ თეზისებში იგრძნობა აგრესია და აგრესიას ითხოვს უფრო მეტ აგრესიას ითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რა სანქციებზეა საუბარი უფრო კონკრეტულად და რას მოითხოვთ კი ბატონო უკვე იყო ჩადებული ეკონომიკურ სანქციებზე ჩანაწერი სალომე სამადაშვილის კომენტარში იყო საუბარი უკაცრავად რომ საუბარი აქ სანქციებზე რომ ამას მწავლობთ ამას მოვიწყოთ მე წავიკითხე თვითონ განცხადების ტექსტი რომელიც არის ჯერ კიდევ ეს განცხადების ტექსტი არის სამუშაო და ხვალ უკვე როცა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა და პროცესი ღია არის და ამ პროცესს შეუძლიათ შემოუერთდნენ და იმედი გვაქვს დიდი იმედი შემოერთდებიან ის პოლიტიკური ძალები რომლისთვისაც საქართველოს თავისუფლება საქართველოს სუვერენიტეტი და ოკუპაცია არის ზეპარტიული ამოცანა ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა საკოორდინაციო საბჭომ რუსთავი ორესტე სიტყვის თავისუფლების დაცვის ფორმატში დიალოგის შესახებ რამე წერია შეიძლება დიალოგის ანუ სანქცია რა არ იყო სანქცია ნახსენები ეკონომიკური და უკაცრავად პოლიტიკური ბერკეტების სასამოქმედებოდ ან მასში ნახსენები არასწორად კი ბატონო არის საკითხები სიტყვის თავისუფლება ადამიანების უფლებები ზოგადად თავისუფლება სახელმწიფო ინტერესები და ოკუპაცია და ოკუპაციის პრობლემა ეს არის ის საკითხები რომლებიც უნდა იდგეს ყველანაირ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია და თავისუფლება ძვირფასია და მისი მომავალი ძვირფასია და ეს არის სისტემები რომლებიც უნდა აშლიდეს ბარიერებს საერთო პლატფორმის ოპოზიციურ პარტიებს შორის თუნდაც მათ შორის რომელთა შორისაც არის მძაფრი კონკურენცია ხო ეს არის სისტემები რომლებიც აუცილებლად საჭიროებს საერთო საზოგადოებრივ კონსენსუსს რაც შეეხება განცხადებას ამ განცხადებაში მე არ ვიცი საიდან მოტენა ბატონმა გიორგიმ რომ რაღაც აგრესიის და ომის შეთავაზება არის ეს არის დიალოგის შეთავაზება უკაცრავად დიალოგის სანქციების გამკაცრებას უკაცრავად დამასრულებინეთ დიალოგზე წერია რამე თუ დიალოგზე არ წერია დიალოგზე რა თქმა უნდა არ ეწერება აბა ჟენევის 54 ოკუპირებული ქვეყანა ფორმატი უნდა გქონდეს 78 არ არის ძალიან შეიძლება დავასრულო მოგცემთ თქვენ სიტყვას გამოდით როგორ აპირებთ აი ამ მიზნების მიღწევას ამიხსენით არის დიპლომატიური ურთიერთობა როგორ აპირებთ დეოკუპაციას საქართველოს ტერიტორიული თერობის აღდგენას ქვეყნის გათავისუფლებას დაშოშმინებას როგორ აპირებთ გამაგრებას როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი კონფრონტაციის დაპირისპირებით გაჯობებ აღალი ხმით თუ შეიძლება უკაცრავად პატიმის მეცი და დამასრულებინეთ ჩემი აზრი
თქვენ რასაც გთავაზობთ, ეს არის დანებება. ეს ომი არ დიალოგი არ დანებება. დიახ. ეს ომი არ დანებება. დიახ. ეს მსოფლიოს სახელმწიფო ვინც ელაპარაკე? მერკელი რუსეთს ელაპარაკება. ამერიკელები ელაპარაკებიან, მოლდოველები ელაპარაკებიან. ამ შემთხვევაში ნაციონალური ყველა თურმე ნებდება, მაია და ეს ჩვენ არ ნებდებით. თუ შეიძლება მათქმევინათ. ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს და საქართველოს ოკუპაციის ტერიტორიების ოკუპაციის პროცესი არ დაწყებულა 2008 წელს, გაცილებით ადრე დაიწყო. ჩვენ წავედით ცოტა ისტორიულ წიაღსვლებში და თქვენ ვინაიდან კი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილების ბრძანდებით აი დალაგების პოლიტიკით და უფრო მეც ითხოვთ, მე შეგახსენებთ 1993 წლის 27 სექტემბრის შევარდნაძის განცხადება, სოხუმის დაცემის დღეს, ყველაზე ტრაგიკულ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. სოხუმის გადარჩენა შეიძლებოდა ჯერ კიდევ გუშინ. ეს შეეძლო მხოლოდ რუსეთს. ასეთი თხოვნით მიმართე მოსკოვს, გაუგზავნეთ თანხმობის დეპეშა საქართველოს SNG-ში შესვლის თაობაზე, რომლის წინააღმდეგი ვიყავი ბოლომდე. თანხმობა განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინადადებაზე შემოიყვანონ საქართველოში დამატებითი შერეღებული ძალები. ფაქტობრივად საქართველომ დაიჩოქა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ ამბობს წაგებული ომის შემდეგ პოსტლეზე მოთხოვნა პრობლემის მოგვარების არ ხდება. სოხუმის დაცემის შემდეგ შევარდნაძემ აიღო შევარდნაძემ პირადად აიღო პასუხისმგებლობა საქართველოს SNG-ში გაწევრიანების თაობაზე სწორედ იმ იმედით, რომ ამ ფორმატში შეძლებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც არ მომხდარა და არც მოხდებოდა და რაც იყო ტყუილი. რაც შეეხება სხვა შემოთავაზ, ხო, ვიცით რომ ეს ომი არ დაწყებულა გუშინ 5 წლის წინ და ასე შემდეგ, ეს არის გრძელვადიანი, სამწუხაროდ და ხანგრძლივი პროცესი. და ჩავაბაროთ ხა დანარჩენი ტერიტორიები, თუ შეიძლება დამასწრებინეთ, სადაც ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, დანებების და ბრძოლის. დანებება არ არის შანსი, რა თქმა უნდა. ეს არის საქართველოს შეთრევა რუსეთის უკანა ეზოში და პერსპექტივის დაგვა ჩვენი ბრძოლაში რა თქმა უნდა არის შანსი. ბრძოლა სოფლიო ელაპარაკება იმისაც რომ თავისი პრობლემები ჟენევის დისკუსიებამდე რამე შედეგი მოიტანა? 2008 წლის ომმა შეცვალა ამიტომაც უნდა ველაპარაკოთ პირისპირ ჩვენს პრობლემებს საქართველოს რუსეთ ურთიერთობები არსებობდა და მოდის დღემდე, ხო, რაღაც გარკვეულწილად. არც ერთი საათით, არც ერთი წამით. ხო. რუსეთს არავის არ დაუყენებია პარკეთზე საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესები. ის იყო ყოველთვის ოკუპანტი, თავისი იმპერიალისტური და შოვინისტური ინტერესებიდან გამომდინარე გემეგობრებოდა ბჭყალებში და არავის არ ყოფილა შენი მეგობარი. როგორ შეიძლება შენ მეგობარს შეეჭრა და ოჯახის წევრი გაუპატიურო? ეკლესია და სალოცავი წაუბილწო. როგორ შეიძლება ადამიანები დაუხრიტო? ეს არის რუსეთი და თქვენ დღეს ამბობთ, რომ ჩვენ წავიდეთ და ველაპარაკოთ ერთ-ერთზე. რატო რა ცივილიზებულ სამყაროს ნაციონალ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მე ვარ ქართველი. ჩვენი ქვეყნის ინტერესები ვიფიქროთ. უნიკალური სიტყვები, მაშა სადამე ვარ ევროპელი. მე ვარ ცივილიზაცია და რუსი არის პაპუასი. ვიყოთ ევროპელი, ხუთებიანი ძალიან ხშირად. არა, ეგრეა ვიყოთ ევროპელები. ქვეყანა რომელიც 21 საუკუნეში არის ხარწია კონსენსუსი მაგრამ უნდა ველაპარაკოთ არ ესმის დემოკრატია კლას ოპოზიციონერი და ესაუბრება მინდა შეგახსენოთ კლას ყველა ნებისმიერ ოპოზიციურ გამოსვლას იგივე რუსებს ხო უსმავს მომავალ დემოკრატიულ მომავალს მაფიოზურ მომავალს მაგრამ აი ეს ამოწონებდა ჩავაბაროთ ხო დანარჩენი არ ჩავაბაროთ მე ცივილიზაციის ნაციონალისტი ველაპარაკები ცივილიზება არა როგორც ამბობს გიორგი რაშვაში ავტომატი აბა შენ რო იზახი ამერიკელებს ჩვენს გამოიომეთ ხო ჩვენს გამო მესამე მსოფლიო ომი დაიწყეთ ხო არ ვიცით ხო გაუგნებიან შეთიდან ელაპარაკებთ ვარიან სავაზო ისი რას ხარო რა ისი რას ჩვენ რო ველაპარაკობთ არც რუსეთთან შევაჯამო რა ერთი არა რა უნდა დავამთავრო რა უნდა მე ველაპარაკო მაიო რა ვიყვი რომ არ მინდა გიორგი ერთი უნდა ვესაუბროთ
ეთნიკიდან გაფორმებული ველურია ველური პაპუასია არის პაპუასია 21 საუკუნეში როგორ იქცევა თან გაქვს პრობლემა და ამიტომ უნდა ელაპარაკო მას აქვს პრობლემა დემოკრატიასთან მას აქვს პრობლემა ეძახით პაპუას დოსტოევსკის არა დოსტოევსკის სამშობლოს ეძახით პაპუას და იმას რა ქვია წერალი მყავდა მე ისინი გეძახიან მაგ კარგი რატო რა მე მაგის უფლება არა რას ქვია სუ ბატონო ოკუპანტია სუ კაცო პაპუასია რატოა პაპუასი მოიცე რას ქვია პაპუასი იცი რატოა ერი შეურაცხყოფა არც ნობს დოკუმენტს არც ნობს აი თელი სამხრეთ კავკასიის მეკებზე დამოკიდებელია სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო სამივე სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ჯერჯა გეთანხმები ბატონო პაპუასია კარგი რა სამწუხარო რა არის ერთი წამი რა გიო ძალიან გქონთ რა სამწუხარო რა ძალიან დიდი ხანია ჩუმად არის და ძალიან ძალიან საუბარი რა სამწუხარო რა არის აი ესეთი პრობლემა რომელიც არის ძალიან მართლა ძალიან მტკივნეული რომლის გამოც ბევრი ადამიანი დაიღუპა რომელ ომებშიც ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას ბევრი სისხლი დაიღარა ძალიან მტკივნეულია ყველა თვითოულ ჩვენთან განსაკუთრებით ზოგიერთი პარტიები პოლიტიკური სულების დაწერას აპირებენ არც აი აქ ჩვენ აქ 4 ხობს ხება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არც ერთი ჩვენი პარტიის თუნდაც ერთიანი თუ ცალ-ცალკე დგომი ისეთი პოლიტიკური და თანამდებობრივი პოზიცია არ გვიჭირავს რომ რაღაცა გადაწყვეტილების მიღებაში შეგვეძლოს მონაწილეობის მიღება აბსოლუტურად სახელისუფლო პასუხის ერთი წუთი აბსოლუტურად ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად კონსტიტუციის თანახმადაც პოლიტიკური ერთი წუთით რა აბსოლუტურად წინ როგორც წინა ხელისუფლებას ეკისრებოდა მიღწევების თუ დაქცევების შეფასება რა თქმა უნდა პოლიტიკური შეფასებები კი ბატონო პოლიტიკური შეფასებების ფუნქცია რა თქმა უნდა მონიჭებული გვაქვს ჩვენა პოლიტიკურ პარტიებს მაგრამ ამ ჭრილში არ ვიყავს სამწუხაროდ პოლიტიკურ პარტიებს საუბარი ჩვენ პოლიტიკურ შეფასებებს კი არ ვაკეთებთ ურა პატრიოტიზმით გვინდა რომ დავანახოთ ვიღაცებს ჩვენ ამომრჩეველს რომ როგორ უფრო გვიყვარს საქართველო ხამათი დედავადირე კარგით რა ეს არის ძალიან რთული სიუჟეტს ერთი წინადადები ეს არის ძალიან რთული რუტინა პოლიტიკური ეს არის ძალიან რთული პოლიტიკური რუტინა რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაწიოს წლების მანძილზე ვერ აღდგება 1 საათში 2 საათში აი ესე უცბად ერთი ხელისუფლების ტერიტორიული მთლიანობა იმდენად ჩვენმა ხელისუფლებამ იმდენი დააშავეს რომ ორი ვარიანტი აქვს მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური მხოლოდ და მხოლოდ დეოკუპაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით სხვა გზა თავშივე არის განწირული და ის პარტიები რომლებიც ამბობენ რომ სხვა გზა არსებობს ისინი არიან პოპულისტები და პოპულისტობენ რომელიც ამბობს ის პარტიები დიპლომატიის გარდა სხვა რომელი გზა არსებობს ის პარტიები აი ახლა ვინ შემოძლებია ამ დოკუმენტს აი ახლა შედეგი რას ამბობ ეხლა რომ ავტომატი სასულად მივდივარ ეს არის მაყურებლის შეცდომაში შეყვანა რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა არავის არ ეპატიჟება კონსულტაციებზე ავტომატის ხელშეასაღებად და რუსეთთან ომის გამოსაცხადებლად ეს არის სისულელე და არ ვიცი საიდან მოიტანეთ თქვენ ეგავდოვიდა ერთხელ გავაკეთეთ როცა რუსეთი თავს დაგოსხა და მას უპასუხეთ და თბილისთან შემოსვლა თბილისში შემოსვლა აღიკვეთა და როცა საერთაშორისო საზოგადოება ნაციონალური მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ დიახ სწორედ მაშინ რო არ ვიცით სადა გვიჭირეთ საზღვრებზე ორი აზერბაიჯანის ვისაუბრეთ რა საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებით ფაქტების ფალსიფიცირება ერთი წუთით თქვენ რასაც თავაზობთ თქვენ ახდენთ სრულ ფალსიფიცირებას და ამ წუთას ახდენთ ტყუილის ტირაჟირებას რომ თავაზობთ აგრესიას და რაღაცა რუსეთზე თავდას ხმას და ამისთვის ვიწევთ პოლიტიკურ პარტიებს უკაცრავად ერთი წუთით თუ შეიძლება რა თქვენ ის ომი როგორ იყო და რა იყო ძალიან კარგად გვახსოვს დეტალებში ფაქტების მიხედვით თქვენ რასაც გვთავაზობთ ეს არის დანებება და დანებება
განმეორება არის რომელი დიალოგია დანებება? საბჭოთა კავშირშიც იყო საქართველოს კონსტიტუციაში დიალოგი როგორ არის დანებება? ერთი წუთი თუ შეიძლება. მოლაპარაკებები როგორ არის დანებება? საერთაშორისო თელი მსოფლიო ელაპარაკება. საერთაშორისო ორი კონფლიქტი მხარეყოფს ლაპარაკობს, რომ კონფლიქტი აღარ გაგრძელდეს, ეს არის მონაწილეობით. ჩვენი პარტნიორები უბრალოდ იმას რომ ვამტკიცებ, რომ დიალოგი არის ქვეყნის პრობლემის დამასრულებელი თუ შეიძლება. რუსეთისთვის არის მიუღებული ქართული სახელმწიფო. თქვენ რომ ამბობთ, დიახ, მიუღებელი. რუსეთს ჰქონდა პრობლემა, რა ქვია, გამსახურდიას ხელისუფლებასთან, ჰქონდა შევარდნაძის ხელისუფლებასთან, ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან და ნებისმიერ ხელისუფლებასთან და ლიდერთან ექნება პრობლემა, რომელიც დაიცავს და იქნება გამტარებელი საქართველოს თავისუფლების დემოკრატიული და პროდასალური საქართველოს მიმართულებით ამჟადი პოლიტიკის გამტარებელი. ამ ყოველთვის ერთი ფორმულა მაინც გაქვს ტერიტორიული თლიანობის აღდგენა და საქართველოს თავისუფლების ფორმულა არ დასრულდება ამ ომში საქართველოს უნდა იყოს საერთაშორისო ცივილურ სამყაროსთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენ პრობლემას უაგვარებს რუსეთთან. დიახ, ეს არის გერმანიის ელჩმა გითხრათ სანამ საქართველოს ენდომება ნატოს რუს არა ეხ რაღაც ორი კვირის წინ იყო 10 დღის წინ იყო ეს სიმპტომატური განცხადება სანამ საქართველოს ენდომება ნატო რუსეთთან არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს საერთოდ არც მიაახლოვებენ ნატოსთან. დიდი უმრავლესობის არჩევანი არის ნატო. მეგობრებო, არაფერი არ წავა ჩვენ. ნატოში გაწევრიანება არის ქართული ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი და ეს არჩევანი აუცილებლად განხორციელდება ამის მომსწრელი იქნებით. ძალიან დიდი ხანია იცლება. 2008 წელს ჩატარებული პლებისციტი. 2008 წელს ჩატარებული პლებისციტი დაფიქსირებული განწყობები. ძალიან სერიოზულად არის შეცვლილი. ირაკის თქვენთან რეპლიკა არა ძალიან მალე ყველა მიხვდება რომ აი სასაცილოა იმის კიცება რომ დიალოგი და ჩვენი საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ირაკი გისმენთ არა აქ აძლევს სტუმრებს საშუალებას რეპლიკის შეკითხვის სახით სტუმრებთან დისკუსიაში შევიდეს. ერთი შეკითხვა. თქვენ ამბობთ რომ ნატო არის ილუზორული და ქართული ხალხის არჩევან საფრთხე ემუქრება იმ გაგებით რომ ნატოში არავინ არ შეგვიშვებს. ხო თქვით დაახლოებით 15-20 წლის წინ. ეს შეკითხვა მინდა გაგიშვება გიორგი ჩემს. თემა სოფლის ლიდერებმა ნატო აფინანსებს საკმაოდ მილიონებზე საუბარი წვნებს ქართული ჯარს. ნატო აფინანსებს მზადებას იგივე საომარი ოპერაციებისთვის თუ დაუჭირდა და ღმერთმა არ დაგაუჭირდა დაგვაჭიროს. აფინანსებს მილიონობით დოლარი ამერიკული დოლარით გადამზადებას არმიის. აქტუალურად თქვა და ასე შემდეგ. და თქვენ ფიქრობთ რომ ამხელა მასშტაბების, ამხელა პოლიტიკური და სამხედრო დანიშნულების მქონე საერთაშორისო გიგანტი ორგანიზაცია, რომელსაც შილოატლანტიკური ალიანსი ქვია, ნატო ქვია, ალტრუისტია საქართველოს სამიმართებით და უბრალოდ ყრის ამფულებს და არანაირი ინტერესები არ აქვს და ვერანაირად და არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს შესვლაში. აი მარტივი პასუხი მითხარ. მილიარდებზე შეიძლება იყოს საუბარი, რომელიც დახარჯული აქვს ჩვენთან მიმართებით. ახლა მიპასუხეთ. ალტრუისტია თუ ძალიან მარტივი პასუხი. აი მე რეპლიკას გადავწყვეტ. ერთ-ერთ ბოლო ნატოს სამიტზე ჩვენ გაგვაერთიანეს ისეთ სახელმწიფოებთან, გითხრეს ოქროს არა, ესეთ ჯერ ხო ასპირანტს ვიყავით ნატოზე უკეთესი მივიღეთ მაპზე. მე ასპირანტები გავხდით და მე მოხდით ოქროს ხუთეულში. ამ ოქროს ხუთეულში გახსოვთ ალბათ უელსის სამიტი იყო თუ არ ვცდები არ შემეშალოს. ერთ-ერთი ბოლო სამიტი იყო. როდესაც ჩვენ გაგვაერთიანეს, ანუ ოქროს ხუთეულში შეგვიყვანეს ავსტრალიასთან, იორდანიასთან ერთად, ანუ იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომელთაც არასოდეს ნატოში გაწევრიანების არც პრეტენზია არ გამოუთქვამთ და ბუნებრივია რომ სადეხა ავსტრალიასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. მაგრამ ისინი თანამშრომლობენ ნატოსთან, თანამშრომლობენ წვნების თვალსაზრისით, სამხედრო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, თქვათ რაიმე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის კონტექსტში შეიძლება გამოთქვან სურვილი. ხო, ეხლა ავსტრალიას რო არ უნდა ნატოში გაწევრიანება, ხვდებით, არც იორდანია რო არ უნდა შევიდეს. მაგრამ ისინი არიან პარტნიორები. არავინ არ საუბრობს და ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნატოსთან არ უნდა კონდეს ისეთი ურთიერთობები, რომელიც შეიცავს, თქვათ, რაღაცა განვითარების პერსპექტივას, თქვათ, თანამშრომლობას, მაგრამ ბლოკში გაწევრიანება ნატოში ჯერ ესეთი არის ილუზორული და არარსებული,
და ეს გამოვიდა. საიდან მოიტანა? გასახუძელზე ამბობს უკაცრავად. ანგელა მერკელმა მითხრა კურსში όπως გამოვიდა მე განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. იგივე განაცხადა ფრანსუა ოლანდი. იგივე განაცხადა მილიონმა ადამიანმა. სააკაშვილმა თქვა რომ ნატოში გავწევრიათ ეს ქართული ხალხის გამოთქვა, მაგრამ ეს სურვილი რომელიც არის განუხორციელებელი, უნდა შევცვალოთ მე ხედვები და ეს მოხდება და ეს თქვენი სურვილი არის ევრაზიული 2009 შემდეგ ეს პერსპექტივა დასრულდა. არა, ხომ კითხია რა? კითხე და კი პასუხე. არა, შეხო კითხე კაცო, რანაირად თუ თანამშრომლობთ, რანაირად ავსტრალიელებთან მეგობრობაშიც ხარჯავს ფულს ნატო. არა, ის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ხარჯავს ნატო ფულს. მაგრამ ნატოში გაწევრიანება მისი არ უნდა. სულელები არიან. რომ ჩამოვიდა ჩვენს უმასპინძლად და ფული გავხარჯება. ეს თანამშრომლობა, ურთიერთობა, წვრთნები არ ნიშნავს წევრობას. ავსტრალიაზე ახარჯავს ისევე როგორც ჩვენ. მადლობა. ორ წუთს გაძლევთ თვითონ, იმიტომ რომ ჩვენ დრო ამოიწურა, ორ წუთს გაძლევთ ზუსტად თვითონ სტუმარს დისკუსიაში ნუ შევალთ და აი ასე მოუყვები და დავიწყებ ირაკლისგან. მინდა რომ შევაჯამოთ, აი დღეს რა საკითხებზეც მსჯელობდით. გასაგებია რომ იქ რაღაც ისტორიას იხსენებენ სტუმრები, იხსენებთ თუ 2008 წლის ომს და ასე შემდეგ. სად არის გამოსავალი ირაკლი? კაი, პირველი მე რა მინდა იცი გითხრათ. საზოგადოებას უნდა მითხრა პირველ რიგში. ნატო, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე, ცივილიზებული სამყარო მინუს რუსეთი. დიახ, მინუს რუსეთი, პაპუასური კრემლის პოლიტიკოსების ჩაქვით და ამას პასუხისმგებლობით ვაცხადებ და არგუმენტებს ჩამოვთვლით თუ გაინტერესებთ. კი არა, ხვალინდელი დღე, ქართული საზოგადოების ხვალინდელი დღე, ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი არსებობის დღე არის დღეს საფრთხის ქვეშ. თუ გინდა დემოგრაფიულად დაიღეთ, თუ გინდა პოლიტიკურად და ნებისმიერი კონტექსტით. და რატომ ამოვყავთ, იცი? 4 პოლიტიკური პარტია ვზივართ. ერთი სახელმწიფო იყო. მეორე არაერთის პარლამენტში იყო და არა ქალბატონი ბურჯაძე პრეზიდენტიც იყო ორი თვე. პარლამენტის თავმჯდომარე იყო სხვათა შორის. ხო, ბატონი კახაც ასევე დიდი პოლიტიკური გამოსილებით. მე ვარ ერთ-ერთი თქვენთან ყველაზე ახალგაზრდა. 4 პოლიტიკური პარტია, რომელსაც გარკვეული ინტერესები და ამბიციები გვაქვს პოლიტიკურ და საზოგადოებას, ჩემ თავზე ვიტყვი, აბეზრებ შეიძლება თავს. ვერ მივედით აი ამ ფორმატშიც კი იმ აზრამდე რომ მოდი არ გვინდა რაც მოძრაობასთან საუბარი კი ბატონო ჩვენ სამი შევხვდით მოდი აბა ხვალ სამი არ გვინდა კაი კი ბატონო ნაციონალურ მოძრაობა ცალკე ვილაპარაკოთ მაგრამ სიამოვნებაა ხო შევხვდეთ მე ამდენი წელი გავიდა აწლეულები და მანდაც არაფერი გამოვა დარწმუნებული ხო ჯერა უკვე გასაგებია მე რა იმაშიც დარწმუნებული ხარ ეკან არ გამოვაში რაღაცებად იჯერათ დისკუსიაში ვეღარ შევდივართ გაერთიანება დისკუსიაში 2 წუთი რომელიც გამოვთვალეს კი ბატონო დეოკუპაციის მიზანი არის ნომერ პირველი ამოცანა. ამის შემდეგ მოდის ეკონომიკა და სოციალური თემების მოგვარების სტრატეგიები. დეოკუპაციის მიზანთან მიმართებით თუ ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც შემჩნეულია და მხილებულია კრემლის პოლიტიკის გამტარობაში, როგორც ოქროა, კარგი გამტარი ელექტროენერგიის შეატარებს უსულ პოლიტიკასაც ქართული ოცნება. მოდი, მინუს ქართული ოცნება შევიკრიბოთ ყველა. დავждეთ. თქვენ ხო სიტყვაზე ამბობთ რომ თქვა რუსეთთან დიალოგი ცალკე ფორმატში. თუ 10 პარტია გეტყვით და 10 პარტიის ლიდერი გეტყვით რომ იცი რა თქვენ ცდები და მოდი ჩვენაზე გადმოდი მოდი რა გადმოდი ნაბიჯი და ავერთიანეთ ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული გეგმა რომ ახალგაზრდა ვარ ყველაზე მეტად ასე პოლიტიკა არ კეთდება როგორ არ კეთდება რახან ათმა თქვა ერთმა სხვაგვარი თქვა შეიცვალოს ხოლმე ვიზილაოდ მაშინ და ივანიშვილი იждდება ხელი ცხოვრება და კი ბატონო მე რას პარტია იძახდა მე რას დავატოში გავწევრიანდები მე რას მაგრამ აღნიშნე რომ ყველას გიორგი მე ამით რა გითხარი და რა შემოგთავაზე იცი გადავდოთ პირადი ამბიციები ყველა აი ეს გვერდით ერთხელ შევიკრიბოთ ყველა ერთ-ერთი თავარი мотиваციისთვის დეოკუპაციისთვის კი ბატონო სახში დაბრუნებისთვის აფხაზეთში და ვიჯეროთ. კი არ ვიჭხუბოთ, როგორც აქ ვიჭხუბეთ. მადლობა ირაკლი. ვიჯეროთ ხალხო, არგუმენტები და ციფრები. მადლობა, ეკა თქვენც 2 წუთს გაძლევთ, რაში ხედავთ გამოსავალს, გითხარით და შემდეგ კიდევ ორი სტუმართან დავასრულებთ.
იმისათვის რომ მოხდეს პოლიტიკური ძალების აი ამ ზეპარტიული ასე თქვა მთავარი სასიცოცხლო ინტერესის გარშემო გაერთიანება და საზოგადოების კონსენსუსის მიღწევა და შეთანხმება ამისათვის საჭიროა ნება ხომ და უნდა აცნობიერებდნენ ეს ძალები და ადამიანები რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად აუცილებელია და სასიცოცხლოა ამ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსენსუსის ჩამოყალიბება და ჩვენება ცივილური სამყაროსთვის რომ ჩვენ არ ვეგუებით რუსეთის ოკუპაციას. სადაც არ არის ამის ნება ეხლა ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები რომელთა საფუძველობას შორის რადიკალური განსხვავება არის და აქ შეუძლებელია რა თქმა უნდა თანხმობისთვის ჩვენ ღია ვართ რა თქმა უნდა და აქ უნდა მოვლენ ალბათ ის ძალები რომლებიცაც იგივე ფასეულობები არის საერთო ფასეულობები გვაქვს. რაც შეეხება გამოსავალი რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული გრძელვადიანი სამწუხაროდ და უმძიმესი ომი სადაც დღეს და ხვალ ესეთი მზა რეცეპტებით მისი გადაწყვეტა წარმოუდგენელია და სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ ის ჩვენ საკუთარი ძალებით ამ პრობლემის გადაჭრა რა თქმა უნდა არ შეგვიძლია. ამიტომაც არის საჭირო მობილიზაცია საზოგადოების და ჩვენება დასავლურის ჩვენი პარტნიორებისთვის რომ ჩვენ არ ვეგუებით და ჩვენ ვიმსახურებთ მათ თანადგომას იმისათვის რომ საერთაშორისო ასპარეზზე რაღაცა უკან დავაბრუნოთ ისევ საქართველოს იმ პოზიციებზე რომ იყოს მეტი ყურადღება მათი მხრიდან და გამოსავალი რა თქმა უნდა არის სწრაფ განვითარებაში რაც სამწუხაროდ ამ კოლაბორაციონისტი აი უარგისი ხელისუფლების პირობებში საქართველოს მიდის უკან ჩვენ გვჭირდება წინსვლა ეკონომიკური განვითარება იმისათვის რომ მიმზიდველები ვიყოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის რომ დაინახონ მაგ განვითარება დაინახონ აქედან რომ არ ემუქრებათ არანაირი საშიშროება ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული საზოგადოების ნაწილი არჩევანი ევრაზიულსა და დიახ უნდა გავხდეთ და უნდა დავხდეთ არის სასახა ხო ევრაზიული სივრცე არის სადაც არანაირი ანგარიში ვალდებულებები არ არის, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან ციხეში, სადაც სიტყვის თავისუფლება იდევნება, სადაც არჩევნების კარგით არ უყურებს შეცვალა. ევროპასთან დაახლოება რომელი ევრაზიის კავშირი შეიძლება მაგას პოლიტპატიმრები არის ამ ხელისუფლების რეალობაში. მადლობა. არ დაისწრება მეგონი. ის ორასი პოლიტპატიმარი, ეკაბესელისი დამშობლებული ლაპარაკო. ეგენი არ არის პოლიტპატიმარი. ნუ შევა დისკუსიაში 2 წუთი ასევე თქვენ და შემდეგ ასევე 2 წუთი გიორგის ორი წუთი მაგათმობილი სამწუხაროდ მაინც მომიწევს ნაციონალური მოძრაობის გაკრიტიკება და ისინი სიმართლის ყავს რაც არის სამწუხაროდ არის ძალიან მტკივნეული პრობლემაა რა თქმა უნდა ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მაგრამ სამწუხაროდ არიან პარტიები და უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა რომელსაც ამას თავისი პოპულისტური მიზნებისთვის იყენებს და მე ვფიქრობ და ეჭვი მაქვს რომ აი ეს დოკუმენტი ზუსტად ამისთვის იქნება შედგენილი თუმცა ამ დოკუმენტის შინაარსს თავიდან ბოლომდე არ ვიცი რა შეეხება ჩვენი პარტიის შეხედულებას ამ პრობლემის მოგვარებაში ჩვენ ვხედავთ რომ მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზებით შეიძლება ამის მოგვარება ვამბობთ იმას რომ კარასინი აბაშიძე ეს არ არის ის საკმარისი ფორმატი რომ აუცილებლად უნდა ჩაერთონ სხვა თუნდაც პრემიერი თუნდაც პრეზიდენტი უნდა იყოს აბსოლუტ პირდაპირი ურთიერთობა ოკუპანტ ქვეყანასთან რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია რაც შეეხება იყო ნატოსთან დაკავშირებით და ნატოსთან დაკავშირებით ერთს ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება საქართველოს გაწევრიანდეს ნატოში ერთადერთი შემთხვევა თუ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ზოგადად იტყვის რომ მე რუსეთთან პრობლემა აღარ მაქვს ეს მხოლოდ ამ შემთხვევაში ჟენევის ფორმატში საუბარი მადლობა დისკუსიაში ვერ შევხვდით ძალიან დიდი ხანია ჩართვაზე გვალოდებას თუმარი გიორგი სვაძლევ ასევე 2 წუთს და საათს ვინიშნავ რომ არ მითხრას რომ ცოტა დროს მაძლევო სხვებისგან განსხვავებითო არა გისმენთ გიორგი შევაჯამოთ და დავასრულოთ იმიტომ დიდი ხანია ჩართვაზე გვალოდება თუმარი იცით მე აი კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო რომ მართლა სასაცილოდ მიმაჩნია ის მდგომარეობა რომელშიც ამდენი ხნის განმავლობაში ვარ და ვამტკიცებ იმას რომ დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარების და იმის გარანტი რომ ჩვენ ქვეყანას კიდე დამატებით პრობლემები არ შეექმნას. უბრალოდ არაადეკვატური მგონია ზოგადად სიტუაცია, როდესაც ას მტკიცება გჭირდება. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული პოლიტიკა აღმოჩნდა შედეგის არ მომტანი, მოდით რბილად ვთქვათ, ხო? შედეგის არ მომტანი და ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ და მხოლოდ გაირთულა მდგომარეობა, ტერიტორიები დაკარგა ყოველ 4 წელიწადში. აი ამ პოლიტიკით, აგრესიით და იმის მოლოდინით, რომ ჩვენს მაგივრად ვიღაცა უცხოეთიდან რუსეთს ყურებს აუწევს და პრობლემას მოგვაგვარებინებს.
ყველამ და ყველამ გითხრა, თელმა მსოფლიომ გითხრა, რომ ასე პრობლემები საქართველოსი არ მოგვარდება. თელმა მსოფლიომ გითხრა, რომ გამოსავალი არის ერთადერთი დიალოგი, რომელსაც თავად თვითონვე აწარმოებს. ყველა ქვეყანა აბსოლუტურად ამბობს, რომ რუსეთი არის მოძალადე, რუსეთი არის აგრესიული, რუსეთი არის ძალიან შორს დემოკრატიისგან და ის არის უზარმაზარი პრობლემების შემქმნელი, მაგრამ სხვა გამოსავალი იმისათვის, რომ თუნდაც სახელმწიფოები და ნაციონალური ინტერესები დაიცვას ქვეყანამ, არის აი ასეთ მოძალადესთან საუბარი. არა, საუბარი არის იმაზე, რომ ასე იქცევა ყველა სახელმწიფო, რომელსაც ჩვენაირი პრობლემა აქვს. მოლდოვა ესე იქცევა. აზერბაიჯანი ასე იქცევა. ანუ ეს სახელმწიფოები, რომ უკრაინაც ასე იქცეოდა, როგორც კი დაიწყო კონფრონტაციული რეჟიმი და სააკაშვილის ყუაზე რომ დაიწყეს სიარული ქალბატონოიგა. მიტომაც მივიღეს ის დაპირისპირება ომი, რომელიც ხდება იქ. დაპირისპირებაში წავიდა კონფრონტაცია ვერ უგებს რუსეთს ომს ამ შემთხვევაში ყველაზე ამ შემთხვევაში ძლიერ ფიზიკურად ძლიერ მოძალადესთან კუნთების მადლობა უნდა დავასრულოთ იმიტომ რომ ძალიან გადავაჭარბეთ დროს ერთ არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რეალობა როდესაც ორი კიბის უჯრედში მცხოვრები კარის მეზობელი ერთმანეთს ეკონფლიქტება. თუ მათ უნდათ რომ თავის მეზობელი ერთმანეთს უნდა დაელაპარაკოს. ბაბაია უნდა დაუძახო. არავითარ ბაბაია დაუძახეთ თქვენ. ვეღარ გავაგრძელებ. ბაბაია იცით დაუძახეთ უკაცრავად. ბაბაია დაუძახეთ თქვენ როდესაც რო შემოვიდა და გადაკეტა საქართველოს ორ ნაწილად. მორისოთან დოლარები წავსეთ დიპლომატები დარბოდნენ. რეკლამაზე უნდა გავიგეთ დაუშვიდობ სტუმრებს. გიორგი ახალგაზრდა მოლაპარაკებებზე ეკა წამალაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები, ამით დასრულებულია პირველი ბლოკი გადაცემის. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ საუბრობთ ეგრეთ წოდებულ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოზე, ხელისუფლების პოზიციაზე, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩართვა გვექნება, ასე რომ დაგვალოდეთ.